ვიდეოში ნახავთ თბილისის ლამას ხედებს, ჩემს ალეწვას, 1500 ლარიანი კამერის დაზიანებას, ბომბურას პარკში შემთხვევით შეპარვას, გამობუნცულებას ზევიდან იყო რავი შემოსასწრაფო და ამერიკულ მთებზე გადაობას. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწვა ახალი სერიები ზამთრის რაიდების ანდროსთან და მონოსთან ერთად. და თბილისის გარშემო და არა მარტო თბილისის გარშემო ვაპირებთ რაღაც საინტერესო ადგილების ნახვას, რაც აქამდე შეიძლება არ ვიცოდით და ან მანქანით მიუწველი არის და არ ვიცი რუკაზე რაღაცას ვნახავთ და მაგის მიხედვით ავარჩევთ საწავლად და ეს პირველი ახლა სატესტო იქნება, ვნახოთ როგორ წაიღებს და მაგის მიხედვით მე შემდეგზე შეგიძლიათ თქვენ შემოგვიერთეთ. ეხლა განახებთ რა მოტოებით მივდივართ დღეს, ესე იგი პირველ რიგში არის CB200X-ი, Himalayan 450-იანი, რომელიც ჩემი არის. Hero X Pulse და Hero X Pulse 200 Pro. და ნახოთ როგორ გავუმკლავდება. მე მგონი ეხლა მივდივართ კუსტბაზე ვაპირებთ ასვლას და მე გადავდივართ თაწმინდაზე, ხო? გაგვიგია რომ გზა არის მანდ. ზუსტად არ ვიცით, ნახოთ, შეიძლება საერთოდ არ არის გზა და შეიძლება გავიჭედო კიდევაც, მაგრამ ნუ ნახოთ. ხო და ესე გავაწექით კუსტბის გზაზე. საწვავის შევსება კი მინდოდა, მაგრამ რო პეტროლში რატომღაც პრემიუმ საწვავი არ ქონდა, ეს შემთხვევაში თუ არსებობდა არ ვიცოდი, მაგრამ ნუ პედაპირ წავედით. საწვავი რომ გამთავებოდა, უკან დაბრუნება არ იქნებოდა პრობლემა. ზოგადად დაგვერების პრინციპი განსაკუთრებით ეფექტურია, როცა მაღლა ხარ. პირველი destination check მოვედით კუსტბაზე, სადღაც იქიდან დავიწყეთ. მოვედი აქ და საბოლოო დანიშნულების წერტილი არის თაწმინდის პარკი. ვფიქრობთ, რომ აი ეს გზა არის გზა, რომელიც აგვიყვანს იმთაზე, იმთას ალბათ გადავივლით და რაღაცნაირად უნდა მოხვდეთ თაწმინდაზე. არანაირი გამოცდილება არ გვაქვს, არ ყოფილვართ მაგ გზით წასულები და რაღაც ამის ხიბლიც ეგ არის, რომ აღმოვაჩინოთ ეს გზა და კარგი იქნება და მე დავსვათ რუკაზე და თქვენც მე შეგიძლიათ გაიმეოროთ. ჩვენთან შემოგვიერთნენ დავითი და თათუშა თავისი მოტოებით. 4 ვართ, მაგრამ როგორც სანდრომ უკვე თქვა, შემდეგ რაიდებს წინასწარ დავაანონსებთ ხოლმე და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და თან თქვენს მოგწევთ რამე საინტერესო გზები და თუ იცით მაგარი იქნება. ეს გზა, ანუ აი აქ თავდება კაი გზა. ზუსტად აი აქ. აი მე აქ თავდება. აქამდე მაგარ კომფორტში დავდივართ, ახლა მოგვიწევს სერიოზული ჭიდაობა. ესეთი რელიეფისთვის ზედმეტად თამამად მივაჭირებ პირადად მე. პირველი მარშრუტიდან ალბათ ეს ნაწილი 6 იქნებოდა 10-დან სირთულით. პატარა ლოდები ყრია, ცოტა დაქანება არის, მაგრამ გამოცდილი რაიდერისთვის მარტივი იქნებოდა. თათუშას მოტო წაიქცა და ეხმაროთ. ძალიან ცუდი არის მე იქით. სადაც მოდათ ვერავათ. აქ არ ვიცი რა ხდება. მე მგონი რომ შეაფერი არის. გავაგრძელეთ. აქ ჩემი ბრალი იყო რომ შეგვეშალა ერთი კვირით ადრე შემოხდა უცხოელი რაიდერი, ვინც მითხრა რომ მარცხნიდანაა გზაო. ხო და პირველი მარცხენა ასოხები რაც დავინახე, მან შევედი, მაგრამ ნუ აი სადაკე ამიტომ აქ არ ამოუხვიოთ. მე მგონი დაითა მეტი ატამოხვიდეთ. ეს მონაკვეთი საკმაოდ მარტივი იყო. შეეცადეთ რომ მშრალ დროს წახვიდეთ, რომ ტალახი აირიდოთ თავიდან. იმიტომ რომ ამ ადგილს ზოგადად ჩრდილი ადგება თითქმის სულ და თუ ნაწვიმარი იყო ახლო წარსულში, ნელა შრება აქაურება.
აღსანიშნავია თბილისის ხედი. ესე იგი პირველი ჩეკპოინტი გავიარეთ. ამოვწვდით სვანურ კოშკს. და დავაწექით მთაწმინდის მხარეს მიმართულებას. ეხლა დაგვრჩა ერთი მაღალი ასასვლელი, რომელსაც გონი ადვილად დავძლევთ. და მე უკვე როგორც გვეუბნებიან, იწყება კარგი ტყის გზა და ღირს ერთ სიამოვნებად. აქამდე გზა არ იყო რთული, უბრალოდ დამწყებთათვის, როგორც მე ვარ. რჩევა ის იქნებოდა, რომ უნდა მშვიდად იყო და რაღაცნაირად მიენდო შენს მოტოს და არ შეანელო, არ უნდა შენელდე, არ უნდა გაჩერდე, თორე ეგ არის ბევრად უარესი. როცა სიმაღლეზე, როცა აღმართზე ხარ, მოკლედ შენელება არ ღირს. რა მეტაფორულია ქვეყანასაც გადაწყვეტეთ შემოგველო გორაკისთვის და მეორე გზით წავსულიყავით, იმიტომ რომ იმ გზაზე ერთი პატარა მონაკვეთი არის და მაგ სირთულის ასარიდებლად აქედან მხრიდან წამოვედით, ეკლესიის მხარეს წავედით. არც თუ ისე მარტივი გზა დახვდა, ალბათ მთელი მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთი ეს იყო. ამის მერე შედარებით მარტივდება. ესე დროს არ უნდა დაიძაბო და პირიქით მოეშვა და შენი ბაიკის იმედი გქონდეს. ვა! ამოვახცე ჩემი კარგი ძმა. მე მოვასწარი ჩემ გუნდის წევრებს ამოსვლა და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად ღირდა, იმიტომ რომ ძალიან სიწყრიანი და სილამაზე დამხვდა, სანამ ზემოეფარა ამ ლამაზ ბინცად შევესწარი. სად ხართ ამდენი ხანია? კაი, ამოვედით ეს მეორე გზით გადაწყვეტეთ ამოსვლა, ორად რო იყოფა იქ ვიდეოში გაჩვენებდით და არც ისე მარტივი ყოფილა როგორც გვეგონა, რომ ავირიდებდით თავის. ვეგონა ავირიდებდით თავიდან რთულ გზას, მაგრამ არც ის არ ყოფილა ეგეთი მარტივი, მაგრამ თელ გზაზე იქ გორზე თხრილია, რომელიც მოუყვება და თუ ამ გზით წამოხოთ, თხრილით გავუყევით, თავარია რომ გქონდეთ თავდაჯერებულობა და არ შეგეშინდეთ. ცოტა ჩვენს წავიქეცით, მაგრამ ისე არ გამონდეს. აქ ვიყავი ასული და საინტერესო არაფერი არ არის. ხო, მზე ჩავიდა, იმედია გლები არ შეგჭამენ და მალე მივასწრებთ ანძასთან, ჩვენს საბოლოო დანიშნულების წერტილთან. რავი, მაგარია რა, იარეთ მოტოებით, ასწორებს სამთარზაფხულ ყოველთვის კაია. კი, ან 15 წუთში ქალაქიდან რაღაც ჩვენი ჩვეულებრივი იმიდან, რა ქვია, მარშრუტიდან შეგიძლია გადაუხვიო და 15 წუთში ხარ ბუნებაში. მაგარი ქალაქი არის, გარშემოთებით გარშემოტყმული, ჰიროებმა მაგრა იარეს, ჰიმალაიანმაც ძალიან მაგრა იარა. ერთადერთი, არა, Honda CB200-მაც უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კარგად იარა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გამოუცდელი ბრძოლი CB200-ზე ზის, პრაქტიკულად პრობლემა არ შეგვქნია გზაში. საბურავებიც მთლად საუფროვდე არ აქვს, მაგრამ მაინც კარგად გაართვა. იep. კი. დავაი. გავუძერთ. შემდეგ შეხვედრებთ. აქედან უკვე ლამაზი ტყის გზა არის და ეს იმიტომ მივიდა რომ ამაღლებულზე სწრაფად რომ ავხტი, მე დავინახე რომ გზის 90% იქნება და პატარა ხევი იჭითება და სწრაფად დამოხრჯებამ დამაკარგინა ბალანსი. ასევე თათოშემ როგორ დაინახა არ ვიცი, მაგრამ Sony-ს ორიგინალი ბატარეა ეპოვა, რომელიც აღმოჩნდა რომ ჩემ კამერაზეც მიდის. იმის შემდეგ რაც შევამოწმე ეს კამერა მეორე დღეს აღმოჩნდა რომ 100%-ზე იყო დატანილი, ასე რომ დიდი მადლობა ვინც დაკარგა. აი ამაზე ვლაპარაკობდი. აი როგორი წვრილი გზა მიდის იცი? არა, გახვალ. просто ისეთი რაც გონით ამოვედი. აი მარჯვნივ უნდა გადაიხარო და ბაიკი ესე უნდა გაიარო იმენ. ეს არაფერი არაა, წინ არის ცოტა. ვაგრძელებთ ისევ. და ეს ალბათ ჩემი საყვარელი ნაწილი იყო.
მაგარია ძალიან. და აი აქ ვილეწები მე. პირველი ტალახი კარგად გადავლახე, კიდეში სიმშრალე იყო. და აი მეორედაც მინდა და იგივე მექნა, მაგრამ აი აქ რაღაცა მომხდა გორბლის ქვეშ და ტრაექტორია შემიცვალა და გადაწყვეტე შუაში გავსულიყავი და მოტოს არაფერი მოსვლია და მოტო იტონის 200 კილოს თუ ვინმეს გაინტერესებდათ. სამომავლოდ რო ცოტა ნელავია რო უცხო გზებზე. გავაგზავნეთ ექსპედიცია და რასაც მივხვდი არის ის, რომ ულამაზეს ქალაქში ცხოვრობ და ნამდვილად ღირს ესეთი პატარა თავგადასავები. და ეხლა თუ სუსტი გულის პატრონი ხარ, მოერიდე ეკრანს, იმიტომ რომ კატასტროფა ხდება. ლინზა შეეწირა, მაგრამ კადრები კაი გამოვიდა. ხირდა თუ არა თქვენ გადაწყვიეთ. მაგარი ყლეობა მოხდა, მეგონი ეს დაიგაწრა. აქ შუაგზაში მივხვდი, რომ ბომბორას პარკში შემთხვევით შემოვიპარეთ. რომ მივხვდით, რომ გვიანი იყო, ცოტა პარტიზანულად ვცადეთ გასვლა, მაგრამ Repare metafili sarke, repare metafili sarke. მოკლედ დავამთავრეთ ეს ამბავი, მოვედით დაწვინდის პარკში. დღევანდელი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვეულებრივი შაბათი. ჩვეულებრივი შაბათი შეძლო ყოფილიყო, მაგრამ მოტოები ყავს და ვაქციეთ ეს შაბათი განსაკუთრებულად შეგახსენებთ კუსტმიდან დავიწყეთ და მთაწმინდამდე მოვედით მოტოებით ძალიან უმტკივნეულოდ. ზევიდან იყო რავი შემოსას. ვიცი რა, მანქანები დავინახეთ რომ დადიოდნენ და ნუ არა გავალთ რა თქმა უნდა. არ გაგიძალიანდებით. საიდან გავიდეთ ისე რომ ნაკლები წესიერი გზა გვინდა, ჩვენ მოვედით კუსტმიდან და ძალიან დაღლილები ვართ მოგროჩოღოთ. არა, ჩვენ არა, ზევიდან ჩვენ. არა, წესიერი გზა გვინდა, რაც შეძლო. მაგარი იყო, ძალიან მაგარი იყო. ბევრი თქვის შესაძლებელი. მაგრამ როგორც ყოველთვის სამართალი იმარჯვებს და დასვამ დასჯილი ბავშვებივით ესკორტით გაგვიყვანა. მაგრამ ჩვენ უკან მაინც დავუბრუნდით და ამერიკულ მთებზე დამსახურებლად ვიყავით. მაგრამ ხა ჩავიდე ამოვიდე ეგეთი მაგარიც არ იყო რა. ჩავიდე ფული ჩავრით ხო გამოვიდე. ხო, კი, მე ველოდებოდი. მოგეთ მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი დღევანდელი ექსპედიცია. ძალიან მოულოდნელი იყო. გზა
ვაფშე ხარ ნეგზასულოდებოდი მე რაღაც მომენტებში უფრო რთული იყო ვიდრე მეგონა და მე რაღაც მომენტებში პირად მარტივი და სასიამოვნო. ერთი ვიტყოდი რომ ისევ და ისევ მოუწოდებდი ჩვენს გამომწერებს რომლებიც ყავს ერთი 30 წელი. უცილებლად თუ მოტო გყავთ შემოგვიერთდით შემდეგ რაიდზე არა აუცილებელი რაღაც off-road მოტო გყავდეთ. რა ვისწავლეთ ჩემი აზრით? მეტარება. ყველა მისწავლეთ ცოტათი უფრო მეტი ტარება. ეგა და off-road-ზე ტარება აბსოლუტურად სხვა მექანიკა არის ვიდრე იმაზე რო ქვი გზაზე. იმას აუცილებელი არის მოტოციკლეტი თუ ყავს, რომ თოდა off-road-ზე გახვიდე, იმიტომ რომ უფრო დაგაახლოებს ტრანსპორტთან და უფრო მეტ თავდაჯერებულს გმატებს. ხო, უფასო არის პირველ რიგში, რავია, ერთი ის თუ იმის სახელოს თუ გაღუნავ და 25 ლარის გადახდა მოგიწევს მაგის გამოცვალში, მაგრამ რავი, დანარჩენი უფასოა რა, ალბათ რავი 1 ლიტრი ბენზინით ძალიან მაგრა გავერთეთ და კაი. ხო, თლიანობაში ეს არის ზამთარში დავიწყეთ ეს რაიდები, მაგრამ გვინდა რომ მთელი წელი ვაკეთოთ, ძალიან გვინდა რომ ხალხი შემოგვიერთდეს, რაც უფრო მეტი ხალხი ვიქნებით, მით უფრო ხალისი იქნება. ეს 4-ეული ყველა რაიდზე ვიქნებით უეჭველი. ჩემი აზრით, კაი ეგ არის. თუ ცხოვრება არის გამოცდილებების ერთიანობა, ეს ნამდვილად არის ის გამოცდილება, რომელიც ღირს რომ განიცადოთ, იმიტომ რომ დაუვიწყარი არის თან რაღაცნაირი მინი სიმულაცია ცხოვრების, იმიტომ რომ რაღაცები რთულია, რაღაცები ადვილია, რაღაცებს ეხლა ჩემი გამოცდილებით პირველ 2 წაქცევის მერე აღარ იქცევი, იმიტომ რომ მე მარტივდება და რაღაცნაირად ფლობას სწავლობ, სანამ უნდა ახალი გამოცდილება იყოს შენთვის არ შეშინდეთ, რაც არ უნდა დამწყები იყოთ, ეცით თქვენს თავს და თქვენს მოტოს შესაძლებლობა რომ დაგარწმუნონ საკუთარ შესაძლებლობებში და ძალიან ლამაზი და ესეთი საოცარი ხედი და სანახაობა ნახოთ თქვენივე მოტოსთან ერთად და წაიყვანეთ კარგი მეგზურები და წაიღეთ წყალი. ჩვენ დაგვაუწყდა. აგარი იყო, ძალიან კაი.